მოკლედ ძირფასებო მოიხარშა სემინი ხოდა დრო არო ამოვიღოთ და ბავშვებმა მიშახრებთ ეს გუშინდელია გუშინ ხომ მოიტანა მაგრამ გოდეს არ დავალევინე ჯერ იმიტომ რომ გათქისმეთ კი დედიკო ცოტა ხო მოკლედ ჩაუწიე დედიკო და ეხლა გამორთე მაგრამ ტელეფონს თუ გინდა რომ ეს გაჭამოთ გამორთე თორე არ გაჭმევ ჩაუწიე ჩაუწიე მე ხო გოდეცი საერთოდ ეხლა გამორთე მაგ ტელეფონი ერთი ძალიან ყვითელი რატოა ვერ მეთქი არ შეჭამ კაი დაიცა დედიკო მარილი ხომ უნდა მოვაყარა მე ძალიან ყვითელი შეჭამ მეც მარილი salt mansalt ეს მამას დაუტოვეთ დანარჩენი შეგიძლია ჭამოთ მე არ მინდა მე შეჭამე გაიგე ეს მამიდოსა დაუტოვე გორს რადო მადამ თუ მეორე შეჭამა შენ ერთი გეყოფა ტაფში აიცა ეს უბრალოდ თებში მოგცეთ აი papi ნახე ეს რა შენთვის კარგი wow გეგას არ უნდა bellissimo სასავეცი მაქვსო ასეც ცხელია დრო დამრჩა ჩემს ტელეფონში ასევე წავიღებ გადავისხა დრო დამრჩა ჩემს ტელეფონში 38 წუთი ვიდეოსი სულ კი ვშლი მაგრამ მაინც ამასაც სახურსაც როგორია აბა ani gaasole dediko an chaikuzo imისთვის რომ საჭმელი მიირთვა ani უნდა გქონდეს სულ სწორად ო ყველას თორე კუზები ამოვივარ წალი რომ დაიწუწოს და იმას რომ დააგიხებ იმდენად ცუდად ეთყობა მე იატაკს რომ აი არ ვიცი ძალიან არ მომწონს მე ესე რომ არის და სულ არის მოსაწმელი იმიტომ რომ დატოვებს
მედალის შტაბ-ჭრილებას. Красивად სამიდები. გეგა, გაგესინჯა დედიკო იქნებ მოგეწონოს შენს. დედიკო დედას გვანა მართლა ეს ნიჟარა ის რო ჩავასხე მეთქი ხო გითხარით იმის მერე ვერ ამოუწმინდე ისე როგორც ქონდა მაინც ემჩნევა სხვადასხვა ფერლაქებად რაღაცნაირად ხოდა არ ვიცი რა გავაკეთო საერთოდ აზე არ ვარ 75 თეთრინეს შეფასება ეს ისინი ილოები ჯიბეში ხო და იმას მაგიდის საწმენს ეს მიჩერია ამას ვყიდულობ მაგიდისთვის სარკესთვის ხო ვიყიდი 1-2 მაგიდისთვის ვიყიდი და ესე დამიგროვდა მაქვს სადღაც 5-6 ცალი ესენი გადავაგიჯოთ ეხა იმ წვეთებს და მოვწმინდოთ აი ამით. Ani გასწორე ბიჭო. ნახე როგორ ჭამ ასე ჭამო თუ აი ასე.
მიიტანე პირთან ახლოს. ღმერთო დიდებულო, გეუბნებით ყუზი ამოგივამეთქი და მერე დიდი რო იქნები შეგაწუხებს ძალიან. და ნუ ყრიან მაცულებს. მე არ მქონდა დავიოთ. რა დალიო? მირკ. ხო, რო გააკეთე გუში. და უკვე მოჩი პირველი. უხრა. კაი, მომეცი. ნა. ზალო. ნა. ის აიღეთე, ხო. ის შენ და ის მამას შეუნახეთ. თუ რამე ისიც ჭამეთ და მამა იყოს ისე, მეც ხო არ ჭამ. და მამასაც არა უშავს. აია, დედიკო, სიმინდი. ოხრები ესენი. დედა სიგულები უყვარს და ძალიან. ძალიან. ესე ძგინდა შენ და ჯამია. ახეთ ცივიც რა კაია. შეჯანცის. გადა. ნესვი. დარადირადი. ეხლა ლობიანს უცხელებ ერთი ნაჭერია იქე გასწრის დარჩენილი. და ამას ნესვი უნდა. ბავშვებს გეფიცებით. აი ეხლა არის 4. ანუ სიმინდი დილით ხო ჭამ, ან ფაფა ხო შეჭამეს, სიმინდი ხო შეჭამეს. ეხლა ნესვი უნდათ. მე ლობიოს პურს კიტს ყველს შეჭამენ. მე ღამე ან ფაფას მოითხოვეთ ისევ ან ჩაის ან კარტოფილით ვარ მოითხოვეს და აი ესე ხალხო, სულ ჭამა, არავინ დაიწყე გამოცვალები. მე ხო შენ მიშველე და არაფერი არ მითხოვა. არმა შენ სიმინდი ხო ჭამე, იმას ჩაუწიე ხარ და ეს დატოვეს მარტო, ეს მამამისის კიდე შეჭამეს. ლობიანი არ მაქვს დე, ცომი არა მაქვს, რძერო დავღება, ცომს მოვცომავ და მე გავაკეთებ, მაგრამ როდის იქნება რომ მე ცომს მოვცომავ არ ვიცი. ეს დატოვეს და მენანება გადასაგდებად, მაგრამ მე არ მინდა ვჭამ, გოდე არ ჭამს. ხოდა ისედაც ხო მომატებული ვარ და ძალიან ხან მომატებულიო რომ მეუბნებიან. გადავწყვიტე რომ საზამთროს არ ვჭამო, მართლა სამივე შვილების სიცოცხლეს ქიცავა. თუ ვჭამდი მხოლოდ საზამთროს და ნაყინი ერთი ცალი და საზამთრო აი ბლომად მართლა რომ მქონდა არ იმამშვებოდი რა. უწუხეთ ამეცავდექი სადღაც პირველისკენ ან ცოტა მეტი იქნებოდა და ჭამე. აი ჩაუწიეთ ბიჭო. დედა მე მგონი ყრუები არიან. არ ვიცი რას ჭირთ. მუხას უჭამია დღეს? რა? აი ეს. ნესვი? აქ დაჭიდები. იქეთ არ წაიღებ. ხო, დილით ლობიანი გააცხელა და ნესვი აქ ნაჭამი, იმიტომ რომ მეტი იყო ნესვი, მე არ მიჭამია და. ხო და ამიტომაც გადავწყვიტე რომ არ შევჭამო საზამთროც და ნესვიც. ეხლა არ მაქვს დღეს საზამთრო, მაგრამ ის დიდი საზამთრო გუშინ მორჩა. გოდეჭი იძახეს დედიკო რატომ არის რომ ჩვენთან ერთი დღე არ რჩებაო საზამთრო. აი რამხელა იყო. შეიჭამა. ერთი დღე არ რჩება. მიყვარს. მუხასაც უყვარს, მეც მიყვარს და რო დაიწყებს მუხრანი ვერ ჩერდება, მეც ესე ვარ და გოდესაც უყვარს. გეგასაც, ადასაც. და ეს პატარა ნესვი ერთი დღე არის. მეორეა. რა ეს მეორე დღეა. ესეც იმ დროს არ მოიტანა. ერთად მოიტანა ესენი. ამდენს იმიტომ ვჭრი, რომ ქემაინც დაჭრილს ჩავდებ და იქნება მანდ. ესე ჩემო კარგებო, არ ვიცი რას შევჭამ და როგორ იქნები, მაგრამ 62 და 550 ვიყავი დღეს.
ხო ხედავთ, არ გიმალავთ არაფერს. დღეს რო არ იწონეთ დიდი, ამდენი ვიყავით წონ. აბა იძან მინდა გამხდარი ვიყო, მაგრამ გოდეს ვეკითხები დედიკო. რა? როგორი გინდა რომ ვიყო ფულფულა თუ ტანზერწეტა და ქანზერწეტა 2-9. ხოდა ძალიან უნდა მოვინდომო. მაგრამ არ ვიცი, ჩემი თავის იმედი არ მაქვს. რომ მქონდა ის მომენტი, რომ ვინმე თუნდაც გადავრით მეტყო და რომ ვაიმე მომატებული ხარ რაღაცა, აი უბრაზდებოდი და დიეტებს რო ვიცავდი და ვიკლებდი და მართლა ვინარჩუნებდი, მე არ ჭამდი იმდენს. ეხლა არ მაქვს ეს სიტუაცია და მიგვის რატომ არ ბრაზდები საერთოდ რანეზე. ოდა ესეც YouTube-ის დამსახურება. ამას ვიტყვი, იმიტომ რომ მანამდე უბრაზდებოდი ყველაფერზე რამე ისეთი ადამიანისგან ნათქვამზე, ეხლა მე მგონი არაფერზე არ ბრაზდები და არ მაინტერესებს კიდევაც. მართლა. აქედან გამომდინარე არის, რომ აი ასე მიდის ჩემი ის ამას წავიღებიქეთ მაქვს სხვისთვის მისაცემი. ისე წყალია მაგ ცელოფანში. მოკლედ გაჩვენებთ, რომ იყოთ აზრზე. აი ნახეთ, აქ გარეცხილები მიკიდია, მაგრამ უყურეთ. აი წყალი სად გროვდება, უყურეთ. აი რამდენია. ეს რო ვასხამ, აი იქ ისხმევა. ნახეთ, ოღონდ ახლა ცოტა ნელა-ნელა ჩავასხა. ნახეთ. ნელა-ნელა გადავასხამ, რომ ძალიან არ კონდეს ხმა. აი ესე ისხმევა. აი ასე. ნახეთ. ძალიან არ მინდა ხმა რო კონდეს. ნელა-ნელა გავუშვებ. აი ასე, კიდევ აქ. იქეთ გადაწონა, ეხა იქეთ მიდის. მოკლედ დაიცათ. აი ასე, ნახეთ, ნელა-ნელა გავუშვი. და არ იყო ისეთი ცუდი ხმა. ნახეთ, სადამდე წდება, ძალიან გრძელია და არ სრულდება შიგნით. ესეთი წვიმიანი არ მინდა გვაქვს, მაგრამ გამოდის მე მგონი. ხო გაჩვენეთ ეხა. არა? დედიკო, აქ სადე? დედა, აი. დედა ხარ დაიწვა. არა დედიკო, მოგცემა ხალხი. დედა, ამა. რა? წადი. მე მინდა. დედიკო, ეს ბევრი არ არის და თქვენ რაღაცა რო ჭამეთ, ეს გეგამჭამოს. ჩაუწიეთ. დედიკო, არ მაქვს. ლობიო და პური არ გინდა? ხოდა მოითმინე ჯერ. ცოტა დაელოდეთ რა. 5-20 წუთია. არ არის თლად 20-იც. არ გავღვა და რა გავაკეთო? სულ ყინულებითაა სავსე. იმიტომ მაჩევაში დადე. აბა ისე ფუჭდება დედიკო და არ დავდო არც არაფერი არ გამოვა. დავდო თაკო შრეს აი ეს ვერ გავაკეთებინე, ვერ მივრეკე ეს კაცი. ის მე მაინც მქონდეს ის ატვირკატურა ჯანდაბა ქვია მაგას. მე გავაკეთებ, მე ვაკეთებ სულ, მაგრამ არ ვიცი სად წაიღო.
გაიწია. ისინი მოსნიშნის ეს ეხლა აქ მიდევს ერთი ტაფა და ერთი წრეში. ცოტა უფრო უკეთო დაიწრიება, მერე გაწმენდასაც დიდი ძალის ხმევა არ სჭირდება. ადვილად იწმინდება, მაგიტოა რომ იქ მიგეს და მიგეს სანამ კარგად არ დაიწრიება. მერე ცოტა მისმევა უნდა და всё. Აფა ცოტა კიდო, მაგრამ გადავყარე. მივწერე ნათიას დინდა მეთქი თუ არა და გადავყრი იქეთ. ახლა ვერ დავუწყებ ვერავის ხვეწნას, ქეთები მინდათ მეთქი. და რატომ ვეუბნები ეხა ამას რა გინდათ ხო? იმიტომ რომ ესე იგი წარმოიდგინეთ, ბევრისგან გამიგია რომ მართლა მომისმენია, ყრიანო იმასო, ქერქებსო და რა იქნებაო ადამიანს მაინც მისცენო და საქონელ საჭმელსო და გავშირო ყრიანო, ზოგიო ესეთიო ცუდი არისო რომ ადამიანს არ იმას შვებაო რა, სპეციალურად არ აძლევსო და ვაძლევ ხალხო, მაგრამ რამდენი ხნით დავიდო მე, აი აივანზე ვერ დავდებ დიდი ხნით. ხოდა. ზოგჯერ გარეთ რომ მიმაქვს, მაშინ შემხვდება ადამიანი, თუ ის არის მომეციო რომ მეტყვია, ვაძლევ, მაგრამ თუ ვერ მიმაჩნდა, მინდა თან რაღაცა. ახლა რამდენი გურეკე, მაგრამ გამორთულია. ასეთ სული არ მინდია და გამოადგება. მაგიტომ იმას ვთქვი უფრო. საქონლისთვის. ორივისაც აქვს ორებისთვის და ასე შემდეგ. არ მუსმენ სპეციალურად ტოვებ რომ ჩემ მეგობარ გოგოს მინდა ვაჩვენო ის გრასი როგორ მოხერხებს და გეტყვით ეხლა როგორ ზეგეუბნები სპეციალურად რამდენი ხანია ვაკეთებ რომ ესე იყოს და ვერა და ვერ გავუკეთე ამ ტაფას ეგეთი ის გაჩვენეთ ეხლა რაზე გეუბნებით რა დავწვალ ტაფას და მე გაჩვენებ მეთქი აი ამაზე გეუბნებით არ ხეხავ სპეციალურად რომ მინდა გაჩვენოთ და იმ გოგოსაც მინდა ვიდეო ჩაუგდო და ვაჩვენო ის გრასი ყოველგვარი ძალის ხმების გარეშე ამას რო გააცხელებთ მიასხურებ ორი წამიც არ უნდა ჩვეულებრივ აი ამ ხარეს აიღებ მიუსმებ და всё აცილებს ამიტომაც იმას არ ვუსმევ როდესაც ვრეცხავ ტოვებ რომ იქნება და კიდე და სულ ამ ტაფას ვიყენებ მიიწვას თქო მაგრამ არა ვერ იმას ქენი ტაფები მასე ვერ დავწე მაგრამ ის უნდა იყოს რომელიც მე ჩავუგდე ის უნდა იყოს ზუსტად და არა სხვა იმიტომ რომ სხვაც მქონდა მე მაგრამ სხვა არ იყო ისეთი ამას ოდნავ უსმევ ეხლა სხვა არ იყო ესეთი ის რა ქვია კარგი ხარისხის რომ ყველაფერს ადვილად რო აშორებს ამიტომაც ეხლა არ ვრეცხავ
კიდე გამოვიყენე გამტაფას ხან კვეთს შეძლო ხან რაღაცა და ხელფასობის დროს მე სანამ გრანს შევიძე მანამდე კი იქნება ცოტა რამე კიდე მაგრამ უარესსაც შველის უფრო მაგარ დამწვარსაც კარგახანი არ მქონდა და მეორე ეტაპა რომ მაქვს ქვავი ტაფასავით რო არის კითხელია მაგრამ მაინც დიდი არის იცით თქვენ რომელზე ვსაუბრობ აი ისიც კი იმით გაფუჭებული მქონდა ქვემოთ და იმით გავხეხე კარგახანს რო არ მქონდა ეს არა მაქვს სიმართლე ხათის სიმარი და მაგიტომაც მინდა რომ ის ცოტა ისე იყოს რომ ვაჩვენო როგორი კარგია მართლა და ხალასით ვერ მოვაშორე მე აი ესეც კი აქ ნიჟარაზე მაგრამ ხალასით ყველა სხვადასხვა რაღაცა უნდა და მოვიდარე მაინც ის გრასი ყველაფერს ერთბაშად რომ შველის მაგი მირჩევნია მე მაგალითად სალსალკე რო არ ვიყიდო ხო ყველაფრისთვის მაგალითად მინებისთვის სხვა ასეთი ნადებებისთვის სხვა ნიჟარისთვის სხვა იმისთვის კიდევ იქეთ აბანოს ნიჟარა გინდათ თუ ის კაფელი და რაღაცები რო არის ყველაფერს ის შველის და სხვათა შორის ჩამჯდა ჭუჭყსაც კი ხო გახსოვთ იმ ბინაში რო ვიყავი იქეთ კუთხეში საცუდაობა იყო მეთქი ვერ ვწუდებოდი მაგას და მივედი და უბრალოდ დავასხიე გრასი ყველაფერი იმან მოაშორა არც იმით დანით და რამით წვალება არ დამჭირვებია ძალიან ადვილად მოაშორა ისე არაფერზე არ ვიყრი კარგს თუ მე არ გამოვცადე და თუ დაზუსტებით არ ვიცი ასე რომ ისე არაფერს არ ვაქებ ეგეც იცით ყველამ და დედა როგორ მტკივა ხარ ხო აი ეს თითი მტკივა აი ეს ადგილი ძვალი რომ აქ რატომ მტკივა არ ვიცი ძალიან მტკივა გამეზარდა ფრჩხილები მაგრამ ეს ვერ მომიცილებია ხო ხედავთ ეხა ერთი წამი დახან მცალია მე და ჯერ არა გამაჭამის დრო ისევ წვიმა დაიწყო ისევ წვიმა დაიწყეს თან რომ აჩუქა ისა დედა ისევ დაიწყო ჯანდაბა ამით გავიქრება იმიტომ რაღაცას მოხდა მე ხა არაფერი გამომიყენებია ჩემი ფრჩხილებისთვის არანაირი არც მანიკური არც ისიც უბრალოდ მიყვეს რომ გამეზარდა კარგახანია ეხა დავასვენე არ ვიკეთებ შილაკს და რამე ამას რომ დაიწყებ შილაკის გაკეთებას მე თავის დროზე უნდა მიხვიდე რომ დაგემტვრევა უნდა მიხვიდე გამოასწორო და მე მაგისთვის რომ ვერ იმას ვიზამ მაგიტომაც ვარ აკეშ და მაგის ნერვებიც არ მაქვს სიმართლე რომ გითხრათ თორე თამთაც აკეთებს თავისთვის იკეთებს და ასე რომ რამდენჯერ ვითხრა მაგრამ ნერვები არ მაქვს მე რო გადამტყდეს გახეხოს უხეში ადვილად იმას შვება ადვილად ხეხოს
ესეთი მაგარანტა. აი ხედავთ აი. ეს გავასწოროთ ეხა ჩვენ. წვეტიანი მით არ მინდა რომ გაუშვა, მაგრამ დედა დასცხო. რა ხდება, რომ მე უფრო უხეში მგონია. უხეში არ მინდა ძალიან, იმიტომ რომ ადვილად აპატარავებს, ფჩხილებს.